Მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი. დღეს ორშაბათია, 17 მარტი და ვაგრძელებთ ჩვეუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. 14 საათი და 10 წუთია თბილისის დროით. ჩვენი სეზონის ფოკუსში მოქცეულია მე-11 მოწვევის პარლამენტი და მასთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა დღეს ჩვენი სტუმარი იქნება კულტურის მინისტრის მოადგილე ბეკა დავითულიანი. მასთან ვილაპარაკებთ დღეს ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ პროცესზე. ჩვენ წინა კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდით ლონდონში, სადაც გაიმართა წიგნის ბაზრობა და წარმოდგენილი იყო ქართული სტენდი. მეც მონაწილეობდი, იქ და იმ შტაბ-შტილებებით მოკლედ დაუბრუნდით რა და როგორ იმართება. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური პროცესი, რაც ქვეყანაში მიდის და რომლის ერთ-ერთი ფრონტის ხაზიც გადის სწორედ ამ კულტურის სფეროში, კულტურის პოლიტიკაში და მას მრავალი გამოვლენა აქვს დაწყებული სტუდენტების გაფიცვიდან, დამთავრებული ეგრეთ წოდებული უკვე რაღაც მრავალთვიანი ბოიკოტით და ჩვენ მარტივად რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში რაღაც გარკვეულმა ძალებმა, ვინც რაღაც პოლიტიკურ დღესწესრიგს ადგენს, მიიღეს გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში ესეთი მეთოდი იქნა შემოთავაზებული, რომელიც ძალიან ისე ვთქვათ, ბევრმა ადამიანმა აიტაცა, რომ ყველა სფერო უნდა იყოს პოლიტიზირებული და პროფესიული ნიშნით უნდა დაიწყოს სამოქალაქო აქტივობა და პირველ რიგში მნიშვნელოვანია ესეთი დაუმორჩილებლობა, ბოიკოტი, ქვეყნის გაჩერება, ხელისუფლების ჩამოშლა, რაღაცების დანგრევა, მთავარია იყოს მიღწეული პოლიტიკური მიზნები, ძალიან ბუნდოვანი პერსპექტივით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რომ ცვლილება გამოცხადებულია არა საშუალებად, არამედ მიზნად და ყველაფერი, ანუ ნებისმიერი პროფესიული აქტივობა უნდა დაექვემდებაროს სწორედ ამ მიზანს. ანუ პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი რუსთაველის სცენა, გამზირი, შემდეგ არის უკვე თეატრალური სცენა, ან რაღაცა კინოგადასაღები მოედანი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ესე ვთქვათ, დისკუსიის მთავარი საგანი სწორედ ეს იქნება, აი ეს ოპოზიციური პოლიტიკა და გარკვეული პროფესიული ჯგუფები, რომლებიც ერთის მხრივ სახელმწიფო უწყებებში, სახელმწიფო ისე ვთქვათ, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უწყებებში საქმიანობენ და ამავე დროს ბუნებრივია, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლებაც გააჩნიათ და აი ამ უფლების გამო ისინი რაღაცნაირად თავის აქტივობას უქვემდებარებენ ამ ოპოზიციური ელექტორატის მოთხოვნებს თუ საქმიანობას. რამდენად შედეგიანია ეს პოლიტიკა, ეს არის ძალიან საინტერესო და სწორედ ამაზე ვილაპარაკებთ. მოკლედ დავიწყოთ ეს არა მოუყვები იქ რა ხდებოდა რეალურად ლონდონში და მანამდე კიდე ბერლინში და კიდე რა მოხდება პარიზში და კიდე სხვადასხვა პლატფორმებზე. აქედანაც გასული კვირის განმავლობაში იყო რაღაც სიახლეები, რაც ეხებოდა რაღაც გაფიცულ სტუდენტებს და ასე შემდეგ. ბეკა, ანუ ეხა უკვე რამდენიმე თვე გავიდა, რაც კულტურის სამინისტროში გადახვედი პარლამენტიდან. ანუ როგორ აფასებ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ეს პროტესტი თქვათ, რაც მოყვა არჩევნებს 26 ოქტომბრის მერე და უკვე პარლამენტის ნაცვლად გააგრძელეს სამინისტროში მუშაობა, აიქიდან დანახული როგორი არის აი ეს პოლიტიკური პროცესი. დაახლოებით მსგავსი, როგორიც არსებითად პოლიტიკური პროცესია, ანუ ერთის მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ აგრძელებს სახელმწიფო ყველა მიმართულებით მუშაობას, მეორეს მხრივ ხედავთ ჯგუფებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ არის ეხლა საქმის კეთების დრო და ყველა დონეზე, სადაც ხელი მიუწვდებათ, მათ უნდა, ასე ვთქვათ, ხელი შეუშალონ ფუნქციონირებას სახელმწიფოსით ყველა დარგის, ვისაც სად მიუწვდება ხელი. რაც შეეხება კულტურას კონკრეტულად ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები უბრალოდ უფრო მეტად ჩანან, ვიდრე შეიძლება რაღაც გარკვეულ ისეთ სეგმენტებში, რომელთაც წვდომა არ აქვთ ეთერებზე, არ აქვთ ცნობადობა ასე შემდეგ, უფრო ჟღერადია მათი. ამიტომ ჩანს მეტად ვიდრე ჩანს სხვა დარგებში ეს პრობლემები და საკითხები. ესეთი ტიპის გაფიცვა ვერც ნახეთ რაღაც ბიზნესის მოწოდება. გაფიცვას ვერც აქ ვერ ნახავთ. მაგრამ ნახე აღქმაში უფრო ითვლება, რომ აი თითქოს რაღაც თეატრის დასები გაიფიცნენ, ვიღაცები გაიფიცნენ. მოდით ახლა რამდენიმე შრეთ დავუყოთ. პირველი, რაც შეეხება გაფიცვას, არავინ კულტურის სფეროში, ვისაც სახელმწიფოსთან კავშირი აქვს, არ გაფიცვა. გაფიცვას აქვს თავისი კანონით დადგენილი წესი და არც ერთ სიფს არ
დაუფიქსირებია თავის სამართლებრივი პოზიცია, რომ ის იფიცებ. ისინიც კი ვინც ამბობენ, რომ არიან გაფიცულები და ასე შემდეგ, სამართლებრივად ისინი არ გაფიცულან, სახელმწიფო დაფინანსებას იღებდნენ უწყვეტად და ამავდროულად არ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც სახელმწიფო უხდის ხელფას და ეს ერთი კითხვის ნიშანი. მეორე, ისინი ვინც ამბობენ მაგალითად, რომ ბოიკოტში არიან, არ ვიცი, ამბობენ, რომ ბოიკოტში არიან, ამავდროულად ითხოვენ ან დაფინანსების გაგრძელებას რაღაც ნაწილში, რაშიც მანამდე თანამშრომლობდნენ სახელმწიფოსთან, ან რაღაცა სხვა ტიპის უკუკავშირს სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რაც ბოიკოტი, როცა უნდათ ბოიკოტში მაშინ არიან, როცა უნდათ არ არის. მაგალითად, რაც შეეხება გამომცემლებს, აქაც სასაცილო მდგომარეობა, ვიღაცები, ვინც ამბობენ, რომ კულტურის სამინისტროსთან არის თანამშრომლებენ, არიან ასეთები. არ თანამშრომლობენ პირობითად მწერალთა სახლთან და ვითომ არიან გაფიცულები და ბოიკოტში მყოფები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ბიუჯეტი მწერალთა სახლის ამ თვალსაზრისით არის დაბალი და განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, სადაც დიდი ფულის შოვნა შეუძლიათ უხეშად რომ ვთქვათ, იმათთან პრობლემა არ აქვს და თანამშრომლობენ. სახელმწიფოების დაბეჭდვაზე. კი ბატონო, სადაც ძირითადი მათი შემოსავლები. ამიტომ მესმის მათი სამოქალაქო პოზიცია და გამოხატვა, მაგრამ ბოიკოტს და გაფიცვას რაც შეეხება, ეს არ არის ბოიკოტი და გაფიცვა, ეს არის სადაც უნდათ იქ ბოიკოტს და გაფიცვას არქმევენ და სადაც არ აწყობთ, არ არქმევენ დაახლოებით ესეთი მდგომარეობა. შეიძლება ახლა იყვნენ ცალკეული ადამიანები, ვინც რეალურად ყოველგვარ თანამშრომლობაზე უარს ამბობს, მაგრამ ჯამურად და მასობრივად ეს ასე არ არის. თუმცა, პოზიციონირებაში და პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაში ესე მეტყველები. ამაშია საქმე, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, ეს მათი უფლებაა. ჩვენ ხელმძღვანელობთ კანონით, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და ეს საქმე არ შეფერხებულა არც ერთი დღით. მიმდინარეობს მუშაობა, ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია აკეთებს თავის გასაკეთებელს, მათ შორის კულტურის დარგში. დაფინანსება აქვს, კონკურსები ცხადდება და ასე შემდეგ. პრობლემა არ არის, მათ თუ უნდათ მიიღებენ მონაწილეობას და ითანამშრომლებენ სახელმწიფოსთან, თუ არ უნდათ მიიღებენ სხვები. პროდუქტი მაინც შეიქმნება. ერთი უცნაურობა ის არის, რაშიც ჩანს, რომ გადაჭარბებულია შეფასებაში, როგორც მინიმუმ მათი პოზიცია, რომ რა ვიცი ხო რა ვთქვა, ხელოვნების მოღვაწეები სპექტაკლებს იღებდნენ და გამოსცემდნენ თავის ნაწარმოებებს ნამდვილი რუსული ოკუპაციის პირობებში და საბჭოთა პირობებში დგავდნენ და იღებდნენ ფილმებს, ხო და რა ვიცი, იმ პირობებში თუ შეიძლებოდა შენი სათქმელის ხელოვნების გზით თქმა, ეხლა რატო არ შეიძლება მეორე საკითხია, თუმცა მათი ნება, ეხლა რა გითხრათ. თუ არ სურთ, ნუ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ვამბობ, რომ ეს არის ყველაფერში ნაწილობრივი. რაღაცაში, რაშიც ჭირდებათ, ითხოვენ, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სახსრებს, ასე შემდეგ, რაშიც არ ჭირდებათ და რაც არ უღირთ, არ ითხოვენ. ეხლა არის ეს მდგომარეობა. ვიღაცა ერთეული ადამიანი შეიძლება არსებობდეს, ვინც არ თანამშრომლობს. მასობრივად ასე არ არის. იცი ის რა მაგალითი რაც ახლა მოიყვანე, ჩვენ როცა ვიყავით წასული ბერლინში, დამირეკა ერთ-ერთი ინტერნეტი გამომცემლობის ჟურნალისტი, რომელსაც თქვა რომ ამავე დროს კინომცოდნე ვარო და ასე თქვა რომ თუნდაც არსებობს 500, არ ვიცი ეს რეჟისორია 500-ვე თუ კინოს მუშაკი, ყოველ შემთხვევაში ადამიანი კინემატოგრაფის მუშაკი, რომელიც თურმე არის გაფიცული და რატო ხართ მეტი გაფიცული, ანუ ამდენი ხანი კინოსმენია, მაგრამ დეტალები არის თქო და ანუ აპროტესტებდო, იმიტომ რომ იქ დანიშნვა კინოცენტრის დირექტორის რაღაც წესი შეიცვალა, ანუ ჩვენ ვინც გინდა ის კი, ჩვენ ვინც გინდა ის კი არ არის, არამედ აი ესე გვინიშნავენ და ამავე დროს არის ცენზურა კინოში და მე ზუსტად ეგ მაგალითი ვითხარი რომ მთელი ქართული ფილმის ისტორია იწყება საბჭოთა კავშირიდან პრაქტიკულად რა იმას არ ვთვლი ახლა ცენზურა სადაც ნუ აი საბჭოთა კავშირი და დღეს რუსეთში არ გინდათ და საბჭოთა კავშირში მიგვათრევთ ეს ყველაფერი რო ხდება მეთქი აი აქ იქნებოდა ეს ყველაფერი ხო და აი ძალიან უცნაურია ესეთი დამოკიდებულება რომ შენ ხომ გაქვს საშუალება და ვიტმენს ეს ხელისუფლება უკვე 12 წელია და მეტია რაც ხელისუფლებაშია და ეს ყოველწლიურად იყო ამის საშუალება რომ შენ საბჭოთა კავშირის დროს ახერხებდა ადამიანი რაღაც გაკეთებას თუ მიგაჩნია და დღეს ამ განცხადებას ვისმენთ რომ აი ეს ხელისუფლება არის რუსული და თუ მიგაჩნია რომ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობ და ის ხო გაქვს ამის მაგალითი როგორ უნდა იმუშაო
და ამის ნაცვლად არა, ნუ არ იღებენ ამ რეალობას, ესე ამბობენ. ერთი ილუზიაში შესულა, რომ ვითომ რაღაცა კოლაბორაციაში ხელისუფლება ვითომ ოკუპანტთან, ესეთი ილუზია მესიჯი შექმნეს. მე ამ ილუზიაში ალბათ თავისთავად ვიღაცებმა დააჯერეს და ვიღაცები თავისთავად ატყუებენ, ამ ხალხს ატყუებენ და ვითომ ამის გამო არ თანამშრომლობენ. მე საბჭოთა კავშირის დროინდელი პირობების გაზიარება არ სურდა, ეს ბუნებრივია, არც მე მენდომებოდა იგივე პირობებში წარმომედგინა ჩემი თავი, თუმცა გვაქვს მაგალითი კი, როცა იქ შედევრი იქნებოდა იმ პირობებში. ახლა მთავარი მანდეგა არ არის, მთავარი სხვა რამეა, რომ ამბობენ, რომ რაღაც წესი შეიცვალა, არ ვიცი მაგას ვინ ამბობს, არავითარი წესი არ შეცვლილა, მაგალითად კინოცენტრი როცა შეიქმნა და მინისტრი ნიშნავდა პირდაპირ წესით ხელმძღვანელს, ზუსტად იგივე წესს მივყვებით, უბრალოდ ერთ დღესაც გადაწყვიტეს, რომ მათ აღარ უნდათ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ინიშნებოდეს სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მიერ. და მოიგონეს, რომ არა, ის ჩვენ უნდა ავირჩიოთ და მან უნდა გაკარგოს ისე, როგორც ჩვენ გვინდა სახელმწიფოს ფული. გავიგე, მაგრამ სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულება აქვს ხელმძღვანელს სახელმწიფო უწყებისას და ამ ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის ფარდობით ინიშნება, ხო? რომ ძირჩეოდეს ამის გათვალისწინებით იქნება და ეხლა ჩვენ გვინდა შენ მარტო ფული ჩადე და არ ჩაიხედო როგორ ფინანსდება, როგორ იხარჯება ეს სახსრები და ასე შემდეგ, ეგრე არ არის ხო სახელმწიფო აფინანსებს, სახელმწიფო აგებს პასუხს იმაზე, რომ კანონის მიერად აფინანსებს და მერე კანონის მიერად იხარჯება. შესაბამისად, როცა ფულს გასცემს სახელმწიფო ფონდი, სახელმწიფო ვალდებულია, რომ გაყვეს ბოლომდე, მიიღოს ერთის მხრივ პროდუქტი ამ თანხის შესაბამისი და მეორეს მხრივ მენეჯმენტი იყოს კვალიფიციური იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განიკარგოს კანონის მიერად და არ არის ეგრე. ამიტომ ეგეც გამოგონილია, ვითომ და მერე შეიცვალა რამე. არაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ ერთ დღეს გადაწყვიტეს, რომ უნდა იყვნენ ოპოზიციაში და აღარ მოეწონათ ის წესი, რომელიც დაარსების დღიდან არსებობდა. არასდროს სხვა წესს არ უმოქმედია. სანამ მათ მიაჩნდათ, რომ მათიანი ამ გაფუძულებს გულისხმობ იყო ხელმძღვანელი, არ ქონდათ პრობლემა და როცა ჩათვალეს, რომ მათიანი აღარ არის, მერე გაუჩნდათ პრობლემა. მეტი არაფერი. ხო, მაგრამ ესე იგი, აი ამ ბოლოდროინდელ მოვლენებმა ითამაშა სერიოზული ტესტის ფუნქცია, იმიტომ რომ მანამდე თუ ყოველთვის იყო, ესე ვთქვათ, აი თანამშრომლობა ეგრეთ წოდებული ინტელიგენციასთან, რომელიც აღჭურვილდებოდა საბჭოთა კავშირის დროს არის ეს ფენომენი, ეს ტერმინი ძირითადად განმარტებით ლექსიკონშიც კი ძირითადი რეფერენცი საბჭოთა ეპოქაზეა და საბჭოთა მოწყობაზე, სისტემაზე, ხო, ამ ინტელიგენციის იყო სამეცნიერო ინტელიგენცია, შემოქმედებითი, ამას თავისი ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში და მაგას ამ რბილ ძალად მაშინდელი ხელისუფლება ბუნებრივია იყენებდა, ხო, საზოგადოებასთან ურთიერთობაში. თითქოს საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ეს ჩვევები დარჩა. ამიტომაც შემიძლია დაგეთანხმო, რომ აი თეატრის მუშაკს გააჩნია მეტი, შეიძლება საერთოდ ცნობი იყოს ვიღაცა და ზოგიერთი ხამ პროტესტებზე პირველად დავინახეთ, ხო, მაგრამ გააჩნდეს მეტი, იმიტომ რომ აწერია, რომ აი მსახიობი, ვიდრე ადამიანი რო არის თქო ინჟინერი. ცნობადობა შეიძლება მეტი გააჩნდეს და ამიტომ მას სხვანაირად უსმენენ. მე ყოველ შემთხვევაში სულ კითხულობ ხოლმე, რომ აი ეხლა რას ფიქრობენ? ამ ბოლოდროინდელ მოვლენებმა გააკეთეს ტესტი, რომ წლების განმავლობაში სულ იყო ლაპარაკი აი პრეფერენციაზე, რომ აი ის ვისისტი არის ესა თუ ის ცნობილი ადამიანი, ხო? აი იმისტია და მე მიდიოდა, იმიტომ რომ იმან აქ ესეთი რაღაცა თქვა და რაღაცა სუბიექტური დამოკიდებულებები იყო. მაგრამ ადამიანი მუშაობდა სადღაც და მე გამოხატავდა თავის აზრს. ოღონდ აი ხა ამ მოვლენების დროს აღმოჩნდა, რომ როდესაც რის თქმა ახსნა მინდა მე რომ სად გადის აი ეს წყალგამყოფი, რომ რაღაც მომენტში რას თქვი შესავალში ამ თავის პროფესიული ჩარჩოდან გამოვიდნენ და ეს პროფესია უბრალოდ პარალელურად კი არა რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ამავე დროს ჩემი აზრიც გამაჩნია. არა, მათ უარი თქვეს თავისი პროფესიული მოვალეობის განხორციელებაზე და მთლიანად დაუქვემდებარეს ეს, ანუ პრაქტიკულად ამბობენ რომ გახდნენ დისიდენტები, თუმცა აი დათაშგასში ცნობილი ფრაზა რო არის, ამას დიდი გამოცდა მოუწევს, ხა რამდენად შეიძლება აი ამ ცდარ ნაბიჯს რო გადადგა, მე ან უკან უნდა დაიხიო და თქვა რომ ეს შეცდომა არის და ჩვენ გვინახავს, ხო, მაგალითად ჟურნალისტები პოლიტიკაში წასული და მეორე დღესვე უკან გამოქცეული. ხვდები რომ ეს მათი ადგილი არ არის. ან უკან უნდა დაიხიო, ან ამ შეცდომას შეიძლება გაჯიუტდე და
ეს პრაქტიკულად კარიერა შეწირო, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის მთელი რიგი სფეროები, ეს დგას უბრალოდ სახელმწიფოზე. პირველ რიგში კინო, ხო, ამ სხვა დაფინანსება. პრაქტიკულად არ არის. თან ამ ქვეყანაში ეს საბჭოთა კავშირი აღარ არის, მოდიოდეს უამრავი ფული. და ეს შეზღუდული მოცემულობა ამ პოლიტიკურმა პროცესს მაჩვენა, რომ ყველაფერი გაერთიანდა რაღაცა უკვე წარმოსახვით რუსთაველზე, სადაც შენ დგახარ და ყველაფრის მიმართ გაქვს ეს ბოიკოტი და მიუღებლობა. აი ამ რაღაც საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების ფასადები. მე სულ ვეკითხები ხოლმე რა, აი ვისაც ვიცნობ, ან ხოლმე ადამიანებს ვისაც შეიძლება გავს ადამიანებს იცნობდნენ რომ ანუ როდემდე, იმიტომ რომ ამას თან ემატება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესი და ქვეყნის გარეთაც ძალიან საინტერესოდ მიმდინარე პროცესი, ანუ გლობალურ პოლიტიკაში უამრავი რამ, ანუ თავდაყირა ამოტრიალ და რასაც ბუნებრივია რომ აქ განწყობაზე აქვს ზემოქმედება. ანუ თუ გაქვს შენ რაღაცნაირად შეგრძნება ან რაღაცა ეკოსავით გამოძახილი, რას ფიქრობენ ეს ადამიანები და რისი მოლოდინი გაქვს, რომ ვიღაცები მიხვდებიან, რომ ეს უბრალოდ შეცდომა არის, რომ პოლიტიკის საქმე არის და შენ როგორც მოქალაქეს თუნდაც შენი არჩევნებში სხვადასხვა აქტივობებით რაღაცა გამოხატვის გარკვეული ზღვარი გაქვს და ამას არ უნდა შეწირო ყველაფერი, თუ შენი აზრით, ანუ ეს რაღაცა ერთგვარ სექტად ჩამოყალიბდება და რას მივიღებთ ჩვენ რაღაცა პროფესია დაკარგულ ადამიანებს? მოდი ორ ნაწილად გავუყოთ პასუხი. პირველი, რაც შეეხება იმ ნაწილს, ვინ გაჯიუტდება შეცდომაში, ვინი თანამშრომლობს და ასე შემდეგ. პირველი, ჩვენ გვაქვს დადგენილი წესები, კანონით დადგენილი, შესაბამისად, თუ ვინმე მონაწილეობს ან კონკურსში, ან ითხოვს თანამშრომლობას გადის კომისიაზე ასე შემდეგ, ჩვენ ვართ ღია და არავისთან პრობლემა არ გვაქვს. თუ ადამიანთა რაღაც ჯგუფი, ხელოვანთა რაღაც ჯგუფი ჩათვლის, რომ მან არ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან არავითარ შემთხვევაში, ესეც მათი ნება, ეს ქვეყანა თავისუფალია, შეუძლიათ კერძო სახსრები იშოვონ და კერძო სახსრებით აკეთონ ის თავისი საქმე. არის რაღაც საქმეები გეთანხმებით, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობის გარშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. აკრძალული არ არის. არა, ხო, ნუ როცა ამბობ, რომ მე სახელმწიფოს დახმარებით ფილმს არ გადავიღებ, ვინც გადაიღებს მე იმას დავაფინანსებ და წავიდეს და კერძო სახსრებით ხო არსებობს თავისუფლება ამ ქვეყანაში და დამოუკიდებლად გადაიღოს ფილმი თუ უნდა. არავინ ამას არ უშლის. პირიქით გაგვიხარდება თუ ვინმე სახელმწიფო სახსრებს დაინდობს და სხვა ფონდებიდან მოიზიდავს თანხებს. ეს მათი არჩევანია და მათი უფლებაა. ჩვენ პარტიებს ვწევთ მათ არჩევანს, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. მაგრამ ხო რა შეეხება მეორე ნაწილს რა, რატო გახდა ეს ესეთი მწვავე, ხო ეს საკითხი. იყო თავიდან რაღაც გამაღიზიანებლები, რომლებიც გლობალურ პოლიტიკას არ ეხებოდა შეიძლება, თუმცა იმ გლობალური პოლიტიკური ასე ვთქვათ, სამყაროს გარდაქმნის ფონზე, სანამ გააცნობიერებდა ეს ხალხი რაშია საქმე, რაღაცნაირად ჩაითვალა, რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა, ის message box ყველას გვახსოვს, რომ აი რუსეთს უწვევით და რაღაცები და უცებ გადავიდნენ რადიკალურ ოპოზიციურ ნარატივზე დიდი ნაწილი კი მათ შორის შემოქმედებითი ადამიანების. უბრალოდ ბოლო სერიაში აღმოჩნდა, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის არის მართალი და ეს სიმართლე დადასტურდა თავისუფალი სამყაროს მთავარი პლატფორმიდან, რასაც ქვია ამერიკის შეერთებული შტატები და სახელმწიფო დეპარტამენტი და პრეზიდენტის ოვალური კაბინეტი, აი ამ სიმაღლეებიდან. მერე ცოტა ხანი იყო მცდელობა, რომ ტრამპისთვისაც პუტინის რაღაც აქტივი დაეძახებინათ, მაგრამ ნუ ეს იმდენად არასერიოზული იყო, ამას უკვე ხალხი აღარ აყვა. ჩვენ ვხედავთ, რომ თელს სოფლიოში პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ ევროპაში ძალიან მალე აისახება უკვე ნაწილობრივ ისახება ის ცვლილებები, რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ მანამდე ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი ესე იყო და ნელ-ნელა ევროპაც გადმოვა ჩემი აზრით ამ რელსებზე. და როცა ეს ესე მოხდება, აღმოჩნდება, რომ ამ რეალობაში მოუწევთ გზის გაკვლევა მათ შორის ამ პროფესიის ადამიანებსაც, რომლებიც ხელოვნებას ქმნიან და ბევრი მათგანი დარწმუნებული ვარ უკვე მიხვდა კიდეც. და ვინც ვერ მიხვდა, ისინიც ადრე თუ გვიან მიხვდებიან და ვინც ვერასდროს ვერ მიხვდება, ის დარჩება თავის სრულ რწმენაში და ეგ იქნება. ხო, ანუ რაც აიხება საგარეო ფაქტორებს,
ძალიან საინტერესო მონაკვეთში ვცხოვრობთ ახლა ჩვენ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ეს ყოველდღიურად და ყოველკვირეულად იცვლება ეს გარემო და თებერვალში როცა ვიყავით ბერლინში, გამოჩნდა რაღაცა ერთგვარი ალტერნატიული ჯგუფი, ხო, რომ თავისთვის ჩავიდნენ რაღაც სტენდი აიღეს, რაღაც ეს ხეებზე ფილმი აჩვენეს, შეიკრიბნენ ერთმანეთში, მოაწყვეს ურთიერთშორისი დისკუსია და რაღაცა ესე ილაპარაკეს. გავიდა კიდე ერთი თუ ახლა ვიყავით ლონდონში და ჩვენ ვნახეთ იქ ერთკაციანი პროტესტი. ოღონდ ეს ერთი ადამიანი შეიძლება იყო აბსოლუტურად ექსტრემისტული განწყობით, მოიყენა 5 მანდილოსანი, რომელსაც დააკავებინა ეს პლაკატები და როგორც განახორციელა ეს მე ჩემი თვალით ვნახე და პირველ წყარო არ ამის როგორ განახორციელა შანტაჟი პრაქტიკულად მათ შორის ბრიტანეთში არსებულ ქართველოლოგზე ძალიან ცნობილ და პატივსაცემ მეცნიერზე, რომელსაც პრაქტიკულად მან შეუზღუდა იმის საშუალება, რომ ადამიანი რომელსაც სურდა და რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ თქვა რომ იცი ამ სიტუაციაში მე ამ ჯილდოს ვერ მივიღებ, ჩვენ ვთქვით რომ იცი ჩვენ გაძლევთ ახლა თავისუფალი ხარ მოწვეული ხართ პატივსაცემ და მაინც მოვიდა აქ და შემდეგ ნუ მაინც იმიტომ რომ ეს მე ეს ჯილდო ვერ მიიღო და ძალიან ისეთი თბილი საინტერესო გამოსვლა ჰქონდა შეხვედრაზე ბრიტანეთის აზიურ საზოგადოებაში, მე მისმა ცოლმა სასწრაფოდ წავიდა და ანგარიში ჩააბარა, რომ აი ყველაფერი ესე მოხდა, რომ არ გაგრძელებული იყო შემდეგ ეს შანტაჟი, იმიტომ რომ იქ ადამიანები ესე მუშაობენ და ის მსგავსი რამ არ ხორცელდა, მაგრამ ეს პროტესტი დავიდა იქ რუსთაველზე დავიდა 200 ადამიანამდე, იქ დავიდა ეს ერთ ადამიანამდე, ეს ერთი კაცია, რომელიც რა თქმა უნდა, თავარი არის ეს ერთი პერსონაჟი. შემდეგ მედიის მიერ უნდა მოხდეს ამის რაღაცა გაბერვა, არტიკულაცია, რომ აი თურმე ეს არის საზოგადოებრივი აზრი. აი ეს სქემა, ეხლა ეს რის მაგალითად მოვყავს, ეს არის სქემა, როცა უკვირთ ხოლმე, როცა ეუბნებით, რომ როგორ ჩვენ ხო ადამიანები არიან, რომელიც მუშაობენ, როგორ ვთქვა, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფუძნებულ მედია ორგანიზაციებში, ან მედია ორგანიზაციებში, რომელიც პირდაპირ არის უცხოეთის ქვეყნებში მიბმული, მაგრამ პოზიცია რა არის, ხალხი იძახის, რომ ჩვენ სარგებლობთ სიტყვის თავისუფლების ჟურნალისტური მიუკერძოებლობით ვართ ობიექტურები, ჩვენ ვიძახით რაღაცა ვაშუქებთ რეალობას და რა არანაირი დღის წესრიგი სხვა ამის მიღმა არ დგას. და ეს მექანიზმები სწორედ აჩვენებს იმას, როგორ შეიძლება იყოს ტენდენციური, იმიტომ რომ ელემენტარულად თუ ადამიანი გადაშლის ნებისმიერ, არც პროპაგანდის სახელმძღვანელოები არსებობს, არ კეთდება პროპაგანდა სიმართლის გარეშე რა. ანუ შენ უბრალოდ აძლევ ამას რაღაცა ვექტორს, შენ ქმნი გარკვეულ ჩარჩოს, ინტერპრეტირებს სიმართლეს საშუალებას. გარკვეულ ვიღაცა, რომელიღაცა ინფანტილური და რო არ ფიქრობს იმის უკან ინტერესებზე და შეიძლება თავისი, თქვათ, რადიო თავისუფლებაში მუშაობს, თავისი ვიკიპედიის გვერდიც არ გაუხსნი, არასოდეს და არ წაუკითხავს ისტორია, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, რეალურად რა ორგანიზაციაში მუშაობ, ხო? იმიტომ რომ ის არავინ არ ზღუდავს მის თავისუფლებას. ეხლა ბუნებრივია, მეც არავინ არ მზღუდავს აქ, მაგრამ აქ მე ჩემი შეხედულებები. ხოლ შეიძლება დამეკავშირდეს რაღაცა ორგანიზაციას, მითხოს ისა მე მომწონს შენ როგორი შეხედულებებიც გაქვს. და მოდი აქ იმუშავე ამის ფასად, მაგრამ მე ხუნდა ხვდებოდი რომ რახანის მე ამაში ფულს მიხდის, ესე იგი მას ესჭირდება და რას ეფუძნება. ამიტომ ინფანტილიზმი ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა დაიჯერეს, რომ არსებობს რაღაცა საერთაშორისო გარკვეული სიკეთე, ღირებულებები, რომელსაც ისინი უბრალოდ ესე უანგაროდ ემსახურებიან და რაღაც გარკვეულ სიკეთეს თესავენ. მივიღეთ რელიგიური განცდა, ხო, რაღაც ქრისტიანობას ეს მომენტი ქონდა, რომ ისინი არა მარტო უანგაროდ შენს ღვთის სიტყვას ქადაგებ, არამედ ამის გამო ხალხი იხოცებოდა, ეწამებოდა და აი ეს რელიგიური პასტოსი ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო ურთიერთობებში, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, რომლის ისტორიაც ეს ხო დამალული არ არის, როცა ამაზე ფაქტორს ისე ყოველდღიურად ჟურნალისტი შენ გეუბნება, რომ არა მე ხო მიუკერძოებელი ვარ და პირდაპირ ღია წყაროში წერია, რომ ეს დააფუძნა 1959 წელს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ფინანსდებოდა პირდაპირ იქიდან მე 72-ში ეს სკანდალი გასკდა, შემდეგ გადაიტანეს კონგრესის დაფინანსება, ამ ყველაფერს თავისი ისტორია აქვს. ანუ ამერიკის ხმა ქვია, ამერიკის. ამას ხო არ ქვია ჭეშმარიტების ხმა, მე რო ვქო რადიო თავისუფლება, ევროპის განთავისუფლება იყო თავიდან მე შეიცვალა, მე განთავისუფლება, ანუ ლიბერი შეიცვალა ლიბერალიზმით. ეს ძალიან მოკლედ ვკითხულობ იმ ძირითად პასაჟებს, ისტორიაც ახლავს ესეთ უწყებებს. და ერთჩვენიერ დღეს დადგა მოცემულობა, როცა ამერიკაშიც განხორციელდა საარჩევნო რევოლუციაში, თუ შეიძლება ესე ითქვას და უცებ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამ შემთხვევაში ტრამპის ხელმძღვანელობით თქვა, რომ მე როგორც
დიდმა კორპორაციამ და მე დღეს აი ამ ინსტრუმენტები აღარ ჭირდება. ანუ ცივი ომის პერიოდმა და პოსტ ცივი ომის პერიოდმა ამოწურა თავისი თავი. მე აღარ მჭირდება აღარც USAID, მე აღარ მჭირდება არც შესაბამისი პრაქტიკულად USAID, ოღონდ საინფორმაციო სფეროში. აი ეს ინსტრუმენტები ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ და აი ამაზე რო უარსამოს ეს რითი ჩანაცვლდება, მაგრამ ყველაფერს ჩანს რომ ამერიკული პოლიტიკა არის გეგმაზომიერი, თანმიმდევრული და ის რაღაცა მიმართულებით მიდის, სადამდე მივა არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რომ გზაში ეს ყველაფერი მთავრდება. და ეს არა მარტო ადამიანები რჩებიან ჰაერში გამოკიდებულები აქ, ვინც ზოგმა მთელი ცხოვრება იმუშავა, ეგ შეგენებული ცხოვრება. არამედ ის ფასეულობები თუ ის რაღაცა სვეტები, რაზეც იყო იდენტობის წერტილები, რაზეც აგებული იყო მათი აი ეს თვით შეგნება და იდენტობა, რომ ისინი მართალ საქმეს ემსახურებოდნენ. ეს მართალის საქმე აღმოჩნდა, რომ უბრალოდ კონკრეტული ქვეყნის ინტერესებთან იყო დაკავშირებული და ჩვენმა ბოლო არჩევნებმა გაიარა სწორედ საზოგადოების დაპირისპირების იმ ხაზზე, სადაც ორი სხვადასხვა რეალობა კონკურირებდა. ხო, ერთმანეთს ერთი იძახდა, რომ იცი, არა, ხალხო, ჩვენ ვართ საქართველო და გვაქვს ჩვენი ინტერესები და დანარჩენი არის სხვა ქვეყნის ინტერესები, რა ღირებულებაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი და ისინი იძახდნენ, რომ არა, რა მნიშვნელობა აქვს, ეს უნივერსალური ღირებულებებია და ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. და ამ ქვეყანას ხო ხა ვთქვათ ახსოვს ესეთი ჩვენთან ჩამოდიოდა კათოლიკური მისიები, მაგალითად წინა საუკუნეებში, რომლებიც იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც აქ რაღაცა ექიმობა იცოდნენ, ხალხს ეხმარებდნენ ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ნებისმიერ მეფეს ესმოდა, რომ ეს იყო, თქვა, რომის წმინდა საყდრის წარმომადგენლები და ეს ურთიერთობა შესაბამისად ჰქონდათ და არავინ ბოლომდე ესე არ გაბრიყვდა, რომ მოდი, კარგია კათოლიციზმი და გავხდეთ კათოლიკები. აი ეს ცვლილება შენი აზრით უკვე აისახა თუ არა, ანუ გარეგნულად ვერ ვხედავთ, მაინც ჩვენ ვხედავთ ამ ხის გამო განცხადებას. თუ ხედავთ? ჩემი აზრით უკვე ვხედავთ. ხო, რა თქმა უნდა, ახლა ყველასთვის გასაგებია, რომ კი ღირებულებებზე იყო დაფუძნებული ამერიკული საგარეო პოლიტიკა, რომლის ქვეშაც აწყობილი იყო მთელი ეს ინფრასტრუქტურა და რომელიც ევროკავშირთან ერთად მართავდა ამ ინფრასტრუქტურას, ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ინფრასტრუქტურა მიმართული იყო სხვა მხარეს. მე აბსოლუტურად კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ეს შიშები აქვთ და ასე ვთქვათ, ემოციურად გამოხატავენ ამ შიშებს, იმიტომ რომ 80-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის პირობებში, ჩვენ გვექმნებოდა ერთგვარი დიქოტომია, ხო? ყველაფერი ცუდი ნიშნავს რუსეთს და მოსკოვს, რაც დიდწილად ესეც იყო და ყველაფერი კარგი, ანუ ამის საპირისპირო ხო უნდა გამოგეგონებინა რისკანაც მიისწრაფი, ნიშნავს ამერიკას და დასავლეთს. 80-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ვითარდებოდა, ძლიერდებოდა 90-იანებში, როდესაც უკვე დასავლეთთან რეალური კავშირის შესაძლებლობა მოგვეცა. ეს კიდევ უფრო გააქტიურდა ეს აზრი და ნუ ხო აქსიომა, როდესაც იმპერია იშლება საბჭოთა იმპერიის სახით, პროვინცია დისტანცირებს ცენტრისგან, ხო? და როცა დისტანცირებ და არ გაქვს დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება, დისტანცირებ რაღაცისკენ, ანუ განზიდვას აკეთებ სხვა მიზიდულობის ცენტრისკენ და ეს იყო დასავლეთი და ეს არის სწორი გზა. სწორი გზა თავისთავად, მაგრამ ინსტრუმენტები, რომელიც ღირებული რაღაცას ხო ეფუძნება შენი შეხედულება დასავლეთზე. იმ ინსტრუმენტებში იყო ნამდვილი ღირებულებები კი და დღესაც არის ხო ადამიანის უფლებები, რაღაცა თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ასე შემდეგ, რაც უნივერსალური ფასეულობა ნამდვილად. მაგრამ ხდებოდა ამ ფასეულობების ინსტრუმენტალიზაცია, როგორც ცივი ომის პირობებში და ცივი ომის დასრულების შემდეგ ერთგვარი ექსპანსიის ინსტრუმენტი იყო იდეოლოგიის, ხო? ეგრე ალექსანდრე მაკედონელის ამბობდა დასაპრობოთ რომ შედიოდა, რომ განსათავისუფლებლად შედიოდა, ხო? იმ ტერიტორიების და ხალხების, სადაც შედიოდა. იგივეა, ოღონდ უკვე 21 საუკუნეში სახეცვლილი ფორმით წარმოდგენილი, ხო? ეს არის კულტურული და იდეოლოგიური ექსპანსია იმ არეალებში, სადაც გინდა შენი გავლენა განივრცოს. პრობლემა მან სხვა რამეში დადგა, როდესაც ჩემი აზრით, როდესაც ეს იდეოლოგია დარჩა მარტო კონკურენტის გარეშე რეალურად, იდეოლოგიური კონკურენციის გარეშე, მოხდა ამ იდეის გარყვნა. როგორც აბსოლუტური ძალაუფლება ყოფნის, ისე ყოფნის ხო უკონკურენტობა ამ ველზე.
და რაღაცნაირად ჩაითვალა, რომ რიგი ისეთი თანმდევი უფლებები უფრო მნიშვნელოვანია მაგალითად, ვიდრე, რა ვიცი, ადამიანის შიმშილით რო კვდება იმის გამოკვების უფლებაზე მეტად. უფრო მნიშვნელოვანია, არ ვიცი, რა ვიცი, რაღაცა ტიპის თავისუფლება, ვიდრე რაღაცა ისეთი ღერძი, როგორც არის შენი კულტურული იდენტობა და ასე შემდეგ. აქ მოხდა ამ იდეების და ამ ღირებულებების დევალვაცია, სწორედ ამის ხარჯზე, რომ ჩემი აზრით გადამლაშებული იყო, იმიტომ რომ კონკურენტი არ ყავდა. მე ამ რუსეთ-უკრაინის ომით უკვე გაცხადდა, რომ იმიტომ რომ მოხდა აგრესიული ძალის გამოყენება მარია სოფლიოში მეტნაკლებად დავარცხნილი იდეოლოგიური ველი, იქ ჩინეთი გამოჩნდა როგორც იდეოლოგიური კონკურენტი, ნაკლებად, მაგრამ როგორც ეკონომიკური კონკურენტი და ამან კითხვის ნიშნები გააჩინა. ამასობაში ამერიკაშიც როგორც ჩანს ეს განწყობები არსებობდა, ტრამპმა უარყო დღეს არსებული, ისე ვთქვათ, მონოპოლისტი იდეოლოგია და თქვა, რომ ეს არ არის თავისუფლება, ეს არ არის ლიბერალიზმი, ჩვენ სხვა რამე გვინდა და გადაატრიალა ხო რაღაცნაირად უფრო კონსერვატიული იდეები შემოიტანა და აი ამ სწორად შეაფასებენ რევოლუციის პირობებში ვიღაცები დარჩნენ ძველ რწმენაში, იდეოლოგიურ რწმენას გულისხმობ, იმიტომ რომ საკრალიზებული ჰქონდა, კი. და სახელმწიფო ამას ეხმარებოდა წლების განმავლობაში საკრალიზაციას. ის რომ მშრალად გეოპოლიტიკური გათვლებით, ეკონომიკური გათვლებით გემსჯელა რა როდის გაწყობს და რა როდის არ გაწყობს, ამისი სივრცე პრაქტიკულად 90-იანების მერე თითქმის აღარ არსებობდა. იყო საკრალური დასავლეთი, რომელიც ყოველთვის იყო მართალი და იყო დემონიზებული ჩრდილოეთი, რომელიც იყო ყოველთვის მტყუანი. ჩრდილოეთი ეხლაც მტყუანია ჩვენთან, იმიტომ რომ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, თუმცა მოხდა გაანალიზება, რომ ყველაფერზე თავი უნდა დავიქნიოთ, რასაც არა ჩრდილოელები, დასავლელები გვეუბნებიან, აი ყველაფერზე ყოველგვარი განსჯის გარეშე უნდა დავთანხმდეთ. ასე ვიყავით დიდხანს, მაგრამ ისეთ მომენტში და ისეთი მოთხოვნები დადგა, რომ მოგვიწია გადახედვა, ხო? გადახედვა და ამ ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმა და გადაწყვეტილებების მიღება. ამან შეარყია ქვეყნის შიგნით იმ საკრალურად ქცეული განცდები და ნუ მე ეს გადაითარგმნა აგრესიაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ეხლა უკვე რასურად იზის, მე მგონია ძალიან ბევრი ადამიანი დაფიქრდებოდა უკვე, ვინცაც თავიდან გაღიზიანება ჰქონდა და მიხვდებოდა, რომ ყველაფერი ესე მარტივად არ იყო რა და პრობლემები არსებობდა, ობიექტური პრობლემები, რომლის ამ გზით გადაწყვეტის გარეშე საქართველოს ძალიან მაღალი უსაფრთხოების რისკები ექნებოდა. შესაბამისად, მე მგონია, რომ უკვე ტრამპის პოლიტიკა ამის გაცნობიერების შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვინც აგრესიულად იყო თავიდან განწყობილი ჩვენი ნაბიჯებისა, როგორც ხელისუფლება. როცა ხელისუფლებამ ამ კრიზისს აი გასული წლის განმავლობაში გაუძლო, მაშინაც აი ზღვარი გადიოდა იმაზე, რომ თითქოს რახან მიაწებეს მარტივი ტექნოლოგიის გამოყენება მოხდა, ხელისუფლება მიაწებეს რუსეთს, შესაბამისად ხელისუფლების თვე იმპერია და ყველანაირი მეთოდი არის გამართლებული, მაგრამ ბრძოლის ზღვარი გადიოდა იმაზე, რომ ხელისუფლება ამბობდა, რომ ჩვენ ვაწარმოეთ ფრთხილი პოლიტიკა, რაღაცა გარკვეულ რისკებში არ შევედით, იმიტომ რომ ეს გაზდიდა პროვოკაციულ რისკს და უცებ საქართველოს შეიძლება აღმოჩენილიყო მის კარცეცხლში ხო გახვეული. და ბევრ ადამიანს ეს არ ჯეროდა, რომ არა, ეს საფრთხე ჩვენ არ გვემუქრებოდა და თითქოს ამის ინსტრუმენტი არ იყო, მაგრამ არა და ამისი ნიშნები სახეზე იყო ხო? ნიშნები ერთია, მაგრამ ჩვენს თვალწინ გათამაშდა აგერ ექსპერიმენტი, რომელშიც გამოჩნდა, რომ თურმე მთელი რიგი ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველას აქვს თავის წესდებაში უწერია, რას ემსახურება. ვიღაცა ემსახურება, ავიცი, მწვანე ენერგეტიკას, ვიღაცა გარემოს დაცვას, ვიღაცა სხვადასხვა მოწყვლად. არა, ვიღაცები რეალურ კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ძირითადად მაინც რაღაცის ქვეშ არიან. ხო, თითქოს ფული ამაში ხარჯებოდა, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ის მთავარი ჩარჩო, როდესაც არჩევნების შემდეგ განისაზღვრა,
ვარა თქვენ ხალხო ეხა აი ეს არჩევნების შედეგი არ უნდა მიიღოთ და გამოაცხადოთ გაყალბებულად, მე რა რომ თუნდაც ამის რეალური მტკიცებულება არ ყოფილა. უცებ ყველა ეს ამუშავდა, ყველა ეს ძალა, საზოგადოებრივი, პირდაპირ NGO ძალა, შენ ხო ვერ ნახავ დღეს რაღაც ესეთ NGO-ს, ცნობილი NGO-ს, აი დიდი ხანია რომ სამოქალაქო საზოგადოებას გიატეცავს, რომელიც არ აპროტესტებს ამ ხელისუფლებას, ხო ყველა. უცებ აღმოჩნდა რომ ყველა დგება იქ. და ანუ ის არქიტექტურა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ რანაირად გებრძო, აი როგორ შეიძლება გებრძოდეს ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში სიკეთეს ემსახურება. და უცებ მათ თვითონვე გამოაჩენს, აი ესე შეიძლება გემსახურებდეს, რომ შენ თუ წამს ამ მედიარებს უცებ გეტყვი რომ კი, მაგრამ ეს ახლა შენ უნდა მათთვის არგუმენტები მაგ მომენტში და მტკიცებულებები იყო მეორე ხარისხოვანი, მათთვის იყო მთავარი. ისინი გეუბნებიან, შენ არ აკეთებ. რახან ისინი გეუბნებიან, ეს ნიშნავს რომ მართალია. რას გეუბნებიან, მნიშვნელობა არ აქვს. რახან გეუბნებიან მართალია, აპრიორი ასე მიაჩნდათ. ამაშია სწორედ პრობლემა ხვდები ამ ინფრასტრუქტურის, რომ შეიძლება ვიღაცას კითხვა უჩნდება და უჩნდებოდა, მაგრამ მაინც ემორჩილებოდა ამ საერთო ნარატივს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას კითხვა არც გასჭენია. ჩვენ გვინდა იქ, ისინი გვეუბნებიან, რომ მაშინ ესე უნდა მოიქცეთ, უნდა დაუჯეროთ. აი, რაში უჯერებს, სად მიუყვები, რას მომიტანს, ამ მსჯელობაში არც უნდა შეხვიდე, ეს იყო მათი ამოცანა. ამას გეუბნებოდნენ პირდაპირ. ხო, წარმოიდგინე, რამხელა აბსურდზე ვიყავით მისული, რომ ჩინეთთან მემორანდუმის გაფორმებაზე რომ მიდიოდა მუშაობა, ეს არ შეიძლება, ეს დაუღუპავს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდათ გაფორმებული. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენც გვინდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად უსაფრთხოების რისკებიც ნაწილობრივ გვეზღვეოდა და მეორეს მხრივ გვეძლეოდა ეკონომიკური პოტენციალი დამატებითი, ეს არ შეიძლება გვეძახეს და ეხლა, როდესაც ტრამპსა და ევროკავშირის მენეჯმენტ შორის რაღაცა გაურკვევლობაა, ძალიან ხმამაღალი განცხადებებია ევროკავშირის მხრიდან. რომ რა ვიცი, აი ჩინეთი შეიძლება იყოს განხილული ალტერნატივა და ევროკავშირისთვის. ხო, მაგრამ პარტნიორობაში და ჩვენთვის არ შეიძლება. იმიტომ რომ ისინი ამბობენ. იმიტომ რომ თავარი ის ხო არ არის, ვინ ამბობს, თავარი არის რას ამბობს, ხო? და ამ რასში არავინ არ შედა. პირიქით. ხო, პირიქით არ არის. იმიტომ რომ შენთან იყო ლაპარაკი ესე, ანუ ესეც ისევე არის საბჭოთა მენტალობა. საბჭოთა კავშირში როგორ იყო, რომ შენ ხარ პატარა რესპუბლიკა, ანუ შენ ხარ დაქვემდებარებული მოსკოვს, საკავშირო დაქვემდებარების. ანუ მეორე ხარისხოვანი ხარ. შესაბამისად, ერთის მხრივ ის რომ მოხდა მთელი რიგი რაღაც წრეების მხრიდან, აი პირველი რესპუბლიკის გაფეთიშება, რომ ჩვენ ვიყავით მაშინ დამოუკიდებლები, ხო, სამი დღე მქონდა კონსტიტუცია, მაგრამ მაინც ეს მნიშვნელოვანი წერტილია და იდენტობისათვალ მათთვის მაქედან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ შენ აი იბრძოდი ხარ იმ მერაბკოს თავზე ზუსტად გამოსახურდიაში თავმოყრილი იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ დროს აღმოჩნდა, რომ მენტალობით ზუსტად იგივენაირად მიილთვი ახალი დამოუკიდებლობისკენ. უბრალოდ ამბობ, რომ ის იყო ბოროტი, ეს არის სიკეთე, მაგრამ უნდა ვიყოთ ამაზე დამოუკიდებელი. რასაც გვეთქვენ, ის უნდა გავაკეთოთ, ცალფეხზე უნდა დავდგეთ და საოცარ ისე რომ კიდევ გაჩნდნენ პარტიები, რომლებიც მთელი ცხოვრება ამბობენ, რომ ჩვენ ვართ აი ლიბერალური დემოკრატიის ერთგულები. მაგრამ აი დღეს, როდესაც მივიღეთ ტრამპის ამერიკა და ტრამპის ამერიკა აი ყოველდღიურად, ყოველ საათობრივად შორდება აი ამ რაღაცა იმიტომ რომ მათი მიაჩნიათ რომ მათი ქვეყნის უსაფრთხოება და რაღაც სტრატეგიული მიზნებისთვის სხვა ინსტრუმენტები ახლა უფრო მნიშვნელოვანია და ცილდება ამ ღირებულებებს, ხო, ყოველდღიურად, მათ ამისი მაინც არ ჯერათ და არა, ტრამპის ამერიკას აღიარებენ. რაღაც ნაწილი ხვდება რომ ეს შეუძლებელია და იცი ტრამპი დროებით მოვლენა და ამიტომ ტრამპს გმობენ. მაგრამ ის რომ დამოკიდებული უნდა იყოს შენ, ვინმე არის შენზე ძლიერი ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ ისინი ერთის მხრივ აფეტიშებენ დამოუკიდებლობას, ოღონდ საერთოდ არ ესმით ამის შინაარსი და მეორეს მხრივ იქვე მიილტვიან აი ამ დამოკიდებულებისაკენ. მედიაშიც, აი ცნობილი ჟურნალისტი იყო, ხო, ის მის ძოლი რო არის, ამერიკელის. ეს ამერიკის ხმის ჟურნალისტი ია დამოვიწყდა გვარი. რომელიც ერთ ფრაზაში ჩაატია, ტვიტში ჩაატია ეს ორი დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვემსახურებოდით თავისუფალ ჟურნალისტიკას და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამერიკა უარს ამბობს რბილი ძალის ესეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე. ანუ ის ახერხებს, რომ რაღაცნაირად თავის თავში მოიაზროს, რომ
თან აღიაროს, რომ ეს არის ამერიკული რბილი ძალის ინსტრუმენტი და დასანანია, რომ დღეს ამერიკა ამას უარს იძახის, მაგრამ ამავე დროს იძახის, რომ არა, რა დამოკიდებულება, მე თავისუფალი ვიყავი, არანაირი ცენზურა და არანაირი გამოყენებითობა ჩემ ჟურნალისტიკას არ გააჩნია. პოსტსაბჭოთა ადამიანის აზროვნება რა დამოუკიდებლობა ნიშნავს, მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას ესე აღიქვამენ. ესია, როდესაც იმპერიაში ცხოვრობდი, იმ ცენტრისგან დისტანცირებით ზომავ შენ დამოუკიდებლობას. სხვა ცენტრმა რომ იგივე ძალით მიგიბას, ამას ვეღარ საზღვრო. თავარია იმისგან იყო დისტანცირებული. თან ახლა ამ ცენტრისგან ესეთი საფრთხები ხო არ მოდის რეალურად ტერიტორიულ ოკუპაციას ხო არ გიკეთებს ეს ცენტრი, ხო? ეს არის რაღაც ღირებულებითი იდეოლოგიური ინტერვენცია. თორე ახლა ჩვენ ტერიტორიების ოკუპაციას არ აპირებს დასავლეთი ნამდვილად. ამიტომ რაღაცნაირად გამყარებულები არიან ამ რწმენაში და იმაზე არ ფიქრობენ რისკები რამდენად შეიძლება გაგეზარდოს, რომ საერთოდ დამოუკიდებლობა დაკარგო, თუ სწორ ნაბიჯებს არ გადადგამ ვიღაცების მოთხოვნის გაუაზრებლად გატარების გამო. ამაზე ფიქრის პასუხისმგებლობას ვერ იღებენ და დამოუკიდებლობა ხო პასუხისმგებლობა ყველაფერთან ერთად. პარალელურად ხო თუ კრიტიკულად შეხედავენ, დავანებოთ ახლა ამ ამერიკის შემოbrunებას თავის საერთოდ, მაგრამ ჩვენ ევროპაში ხო არაერთგვაროვანია ეს პროცესი. ჩვენ ვხედავთ, რომ იქ არსებობს თქვა უნგრეთი, რომელიც ძალიან ან პრაქტიკულად არაფერში არ უნგრეთი, რომელიც ამათი შეფასებით პუტინის მარიონეტია. ხედავთ რაღაც განსხვავებული იტალიას, ხედავთ ესპანეთს, ანუ და ამ პირველ რიგში რაც იკვეთება, ეს არის რომ ეს ევროკავშირი არ არის ერთგვაროვანი, შედგება დამოუკიდებელი და ძალიან ტრადიციული სახელმწიფოებისგან, სუვერენული და რაღაცა განსხვავებული ეთნიკური და ეროვნული იდენტობის და მათ გააჩნიათ თავისი ეროვნული ინტერესები, ანუ მათი პოლიტიკა გასაგებია რომ არსებობს საერთო ღირებულებები, მაგრამ რაღაცა მეტნაკლებად წინა პლანზე გამოდის ხომ იცი რა არის ჩვენ ეს როგორც სახელმწიფოს გვაწყობს თუ არ გვაწყობს. და თელ რიგ ფაქტორებთან მიმართებაში ისინი პოზიციას ესე გამოხატავენ. ნახე ერთ დაკვირვებას გეტყვი ალბათ შენს დაკვირვები ხარ. სინამდვილეში რა იდეოლოგიური პროცესებით მიმდინარეობს ამერიკაში, ის მიმდინარეობს ევროკავშირშიც და ის დაპირისპირებაა ჩვენთანაც. უბრალოდ ეს ჩვენ პატარა სოციუმი ვართ და უფრო მწვავედ არის გამოხატული და თან ემოციურები ვართ. თორემ რეალურად ხო ეგ არის? გაიხსენე მე-20 საუკუნის დასაწყისი, მაშინაც ხო ეგ იყო. იყო მემარცხენე ახალი იდეოლოგია, იყო მემარჯვენე კაპიტალისტური იდეოლოგია, ძირითადად ყველა ქვეყანაში ეს დაპირისპირებები ხდებოდა და მერე გეოპოლიტიკურად ვისაც რა აწყობდა, იმას ირგებდა, როგორც სამოს, ხო? ისეა ეხლაც. სინამდვილეში ჩვენ რადიკალური ოპოზიცია ვიყავით ამ დაპირისპირებაში, რადიკალური ოპოზიციის იდეოლოგია მოდიოდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, მოხდა ჩვენ ჯერ დავიკავეთ ჩვენი პოზიციები, გავმაგრეთ და ვერ მოერია რადიკალური ოპოზიცია ამ იდეოლოგიის მქონე ხელისუფლებას და ამერიკაში გადანაცვლა პირიქით, შეიცვალა ადმინისტრაცია და ეხლა დაახლოებით ჩვენი იდეოლოგიის ტიპის ხალხია იქაც მოსული, ხო? ანუ იქ გაიმარჯვეს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის საწინააღმდეგო მხარემ ამერიკაშიც. ეს ნიშნავს, რომ ამ ჩვენ ოპოზიციას ზურგი აღარ აქვს და ეს ქმედებებით ჩანს, რომ დაფინანსება უბრალოდ აღარ იქნება მთელი რიგი მიმართულებებით და მგონია, რომ ევროკავშირსაც ეს ტალღა გადაედება აუცილებლად ადრე თუ გვიან. და ჩვენ, გავაგრძელებთ საქმეს, როგორც აქამდე ვაკეთებდით. და ბოლოს რამდენიმე წუთი დაგვრჩა, ჩვენ ვხედავთ ახლა ამ პროცესს, რომ ყველაფერი მიდის უკრაინაში ამ კონფლიქტის დასრულებისკენ და აღმოჩნდა, რომ ეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ძალიან მნიშვნელოვანია. მას ჭირდება ტრამპს, რომ რაღაცნაირად აი ეს პრიზი, ესე ვთქვათ, მიიღოს რა ის დაფნა, რომ მან გააჩერა ომი, რომლის გაჩერებასაც არავინ არ აპირებდა და პირიქით იყო, არც დასასრულის გეგმა ჩანდა, როგორ უნდა დამთავრებულიყო. მაგრამ არც გაჩერებას არავინ არ აპირებდა. ახლა გაჩერებაზე ლაპარაკი მაინც დაიწყო უაზრო სისხლის ზღვრა და მას თავის რაღაც ახალ არქიტექტურაში მნიშვნელოვნად ჭირდება ამის გაჩერება. აი როგორ აისახება შენი აზრით ეს საქართველოში განწყობებზე? რა ის რომ ცდელობა გაჩერების თუ რეალურად არა ეს თუ გაჩერდება არა იმიტომ რომ ეს ხო რაღაცნაირად მიბლულია ღმერთმაქნას გაჩერდეს ღმერთმაქნას ისე გაჩერდეს რომ უკრაინამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს ამ ზავის ხელშეკრულებით თუმცა უკრაინაში ომის გაჩერება
ცალსახად მგონია რომ საქართველოსზე და ჩვენს რეგიონზე აისახება დადებითად, როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ ზეწოლა მოიხსნება იმისგან, ვისაც ჯერ კიდევ აქვს ამ ზეწოლის სურვილი ერთის მხრივ ჩვენს პოლიტიკურ ისტაბლიშმენტზე და მეორეს მხრივ რაღაცნაირად დაიწყება დალაგება ვის რა პოზიცია უნდა კონდეს რეგიონში. იქ ჩვენ ძალიან ბევრი საზრუნავი გვაქვს, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაცულები უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩრდილოეთიდან და პერსპექტივა გქონდეს გაღრმავების ურთიერთობის დასავლეთთან. ამ თვალსაზრისით და ასევე ჩინეთთანაც გქონდეს ეკონომიკური ურთიერთობის საშუალება. ეს არის მთავარი ამოცანა, რაც რეგიონის სურათის ჩამოყალიბების პროცესში ჩვენ ხელისუფლებას აქვს გასახორციელებელი, ჩემი აზრით. გასაგებია, კი ბატონო, მოკლედ საინტერესო იყო ამ თემებზე დისკუსია და რაღაცა ლაპარაკი. მეც ზუსტად ისეთნაირად მგონია, რომ ყოველდღიურად ეს პროცესი, როგორც იყო სხვათა შორის არჩევნებამდეც ინტერვიუში თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია რა მოხდება უკრაინაში, როგორც კი უკრაინაში ეს პროცესი გაჩერდება და წავა რაღაცა მშვიდობისკენ საქმე, საქართველოსაც აი ეს ნეხი მოიხსნება. მაგრამ ჩვენ ვნახეთ ამერიკის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო დიდი არქიტექტურის შეცვლა, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ შიდა საქმე რა, ეს USAID-ის დახურვა თუ ამ რაღაცა ამერიკის ხმის დახურვა, ესეც საგარეო პოლიტიკის ნაწილი და ეს ნიშნავს, რომ არა მარტო ცივი ომის დროინდელი, პოსტცივი ომის დროინდელი პერიოდის მთელი არქიტექტურა დღეს არის რაღაცნაირად დანგრეული და მიმდინარეობს უკვე რაღაც ახალი გეოპოლიტიკური სურათის ჩამოყალიბება. ანუ ის ინერციაც კი რაც ჩვენ გვახსოვს, ახლა უკვე ის 40 წელი იყო ცივი ომი და 40 წელი იყო პოსტცივი ომისეული პერიოდი და ეს ყველაფერი მთლიანად თავდება და ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში. გასაგებია რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეს რთულია ამის გაგება, რთულია მე ამის მიღება, რთულია რომ ეს ერთი ხელის მოსვლით, რასაც მიჩვეული ხარ ამას. ყოველი ბოდიში ასეთი დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს პრაქტიკულად ყოველთვის ისტორიაში რამდენიმე გამონაკლისის გარდა ჩვენი ქვეყანა იყო ერთ-ერთი, ვისაც ძალიან ძიმედ გადაჰქონდა ეს. ეხლა თუ ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ამას ესე გადავიტანთ, როგორც გადაგვაქვს, ну, ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა ჩემი. დიდი გამონაკლისი და დამსახურება ამ ხელისუფლების. მადლობა ბექა სტუმრობისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ეთერში დაბრუნდებით ხუთშაბათს, გემშვიდობებით.